მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. დღეს ვისაუბრებთ მორიგ 5 ფაქტზე, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას ძველ სამყაროზე. ნომერი 1. პირველი ცოცხალი ორგანიზმები შესაძლოა მარსიდან აღმოჩნდნენ დედამიწაზე. მეტეორები როგორც წესი ატმოსფეროში იწვევიან, მაგრამ ზოგი მაინც აღწევს დედამიწის ზედაპირამდე. 1980 წლებში მარსზე გაფრენის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მეტეორების უმეტესობა სწორედ მარსიდან იყო. ვინაიდან მარსზე დედამიწასთან შედარებით უფრო დიდი ვულკანები არსებობს. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ მარსზე აღმოჩენილი ლავის ფრაგმენტების წლოვანება 4.5 მილიარდ წელს აღემატება. მარსიდან გამოტყორცნილი მეტეორები კოსმოსში 15 მილიონ წელს დახეტიალობდნენ და მათი უმეტესობა დედამიწისკენ იღებდა გეზს. მაგრამ ამჟამად აღმოჩენილი მეტეორის ასაკი 13,000 წელია და რადგან დედამიწაზე სიცოცხლე 4 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა, ამასთან შედარებით 13,000 წელი არაფერია. მაგრამ შესაძლებელია ასტეროიდი მარსიდან უფრო ადრეულ პერიოდში წვევოდა დედამიწას და ჩამოეტანა სიცოცხლე. ნომერი 2. ადრეული დედამიწა სულაც არ გავდა ჯოჯოხეთს. დედამიწის პირველი დღეები ისე წარმოედგინათ, როგორც ჯოჯოხეთი ბერძნულ მითოლოგიაში. ტემპერატურა ისეთი მაღალი იყო, რომ პლანეტა თითქმის გამდნარ მდგომარეობაში იყო. ხოლო შემდეგ ზუსტად ამ ტემპერატურის წყალობით წარმოიქმნა დედამიწის ქერქი. ერთადერთი თვითმხილველი ამ ყველაფრის არის მინერალი ცირკონი. ყველაზე ძველი ნიმუში ცირკონისა სწორედ ამ ჯოჯოხეთის პერიოდიდან არის შემორჩენილი და გაირკვა, რომ ეს მინერალები ჩამოყალიბდა შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე მათ ეგონათ. მაგრამ იზოტოპების მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ ეს მინერალი ჩამოყალიბდა ცხოვრებისთვის, ხელსაყრელ პირობებში და წყლის თანხლებით, ასე რომ 4.4 მილიარდი წლის წინათ დედამიწაზე შეიძლება ყოფილიყო კონტინენტები და ოკეანეები და არა უსასრულოდ გაშლილი ცხელი ლავა. ნომერი 3. ოქრო და პლატინა დედამიწის ბირთვისკენ მიიწევენ. ოქრო და პლატინა ძალიან იშვიათი მეტალია დედამიწაზე. ისინი ისევე წარმოიქმნებიან კოსმოსური მტვრისაგან, როგორც დედამიწა. მაგრამ რატომ არის ისე, რომ ოქრო და პლატინა არ გვხვდება ყველა ნაბიჯზე? ჯოჯოხეთური პერიოდის დროს ისეთი მაღალი ტემპერატურები იყო, რომ რკინაც კიდნებოდა, ხოლო მისი მეგობარი სხვა მძიმე მეტალებიც თავსდებოდნენ დედამიწის ცენტრში და დღესაც იქ იმყოფებიან. ნომერი 4. ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები არ უნდა იყვნენ ყინულის ქვეშ მოქცეულნი. მეტეორის დაცემის შემდეგ დედამიწის ღერძი გადაიხარა და ამის შედეგად მისი სხივების უმეტესობა ეკვატორზე ეცემა. 34 მილიონი წლის წინ ანტარქტიდის საშუალო ტემპერატურა 14 გრადუსს შეადგენდა და ახლო მდებარე ოკეანის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსამდე თბებოდა. უმეტესწილად დედამიწის ისტორიაში არ არსებობდა ასეთი ყინულოვანი პოლუსები და არც მზის სხივების მოქმედება ახდენდა დიდ ზეგავლენას დედამიწის ზედაპირზე. ყველაფერი განსაზღვრული იყო ნახშირორჟანგის შემცველობაზე ატმოსფეროში და გლობალური დათბობის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები არ არიან იმაში დარწმუნებულნი, თუ რამ გამოიწვია პოლუსების გაყინვა 20 მილიონი წლის წინ. არ არსებობს არანაირი სამხილი იმისა, თუ რატომ გაიყინენ პოლუსები და ამის გამო რაიმე მოსაზრების წამოყენება შეუძლებელია. ნომერი 5. დედამიწის გაგრილება არ არის გამორიცხული ჭიანჭველების დამსახურება იყოს. სათბურის ეფექტის წყალობით ყველაზე მაღალი ტემპერატურის მაჩვენებელი დაფიქსირდა დინოზავრების პერიოდში, ხოლო 65 მილიონი წლის შემდეგ ყველა ცხელი ქანების ეროზია იწვევს ამ ქანების გარდაქმნას და გაგრილებას და მეცნიერებიც ამ მიზეზს იყენებენ დედამიწის გაგრილების ასახსნელად. 1980-იან წლების მიწურულს მეცნიერმა არიზონას უნივერსიტეტიდან დაიწყო ხანგრძლივი ექსპერიმენტი. მან დაამსხვრია და დაშალა კლდოვანი წარმოშობის ქვა და განათავსა მიღებული პროდუქტი სხვადასხვა გარემოში, მათ შორის ჭიანჭველის ბუდეშიც. ყოველ 5 წელიწადში ის ამოწმებდა ეროზიას მის მიერ განლაგებულ პროდუქტებზე და ადარებდა მას ორიგინალი კლდოვანი წარმოშობის ქვის ეროზიას. ხოლო 25 წლის შემდეგ ის გაუგნებული დარჩა შედეგით. ჭიანჭველებმა დაშლილი მასალის სახე 175 ჯერ სწრაფად შეცვალეს, ვიდრე ბუნებრივმა პროცესებმა. მე მგონი არც ის უნდა იყოს ძალიან დიდი დამთხვევა, რომ ჭიანჭველები 65 მილიონი წლის წინაც ბინადრობდნენ დედამიწაზე, როდესაც დედამიწამ გაგრილება დაიწყო. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვთ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოები.